მოგესალმებით BlaBla English სკოლიდან. დღევანდელი ჩვენი აუდიო გაკვეთილი ეხება ზოგად მოქმედებებს, რომლებიც გამოიხატება present simple-ით. Present simple არის ყველაზე მარტივი და ყველაზე ხშირად გამოყენებული დრო ინგლისურ ენაში. მას ვიყენებთ მაშინ, როცა ვსაუბრობთ ჩვეულ ქცევებზე, ფაქტებზე და ზოგად სიმართლეებზე. მაგალითად, წვიმს, ფაქტი, რომელიც ყოველთვის ხდება. ასევე, მზე ამოდის აღმოსავლეთიდან. ეს არის ზოგადი ფაქტი და სიმართლე. ის კითხულობს წიგნს ყოველ საღამოს. ეს არის მოქმედება, რომელიც ხდება რეგულარულად. მოდით დავიწყოთ სავარჯიშოებით. მე ვიტყვი ქართულად ჩემს თავზე. შემდეგ იქნება პაუზა და თქვენ უნდა თქვათ ინგლისურად. ვმუშაობ. I work. ვცხოვრობ. I live. ვყიდი. I sell. ვსეირნობ. I walk. ვკითხულობ. I read. ვუყურებ. I watch. ვმეცადინეობ. I study. ვსვამ. I drink. მეორე სავარჯიშო. იგივე სიტყვების გამოყენებით მე ვიტყვი ჩემს თავზე, ხოლო თქვენ გადაიყვანეთ მეორე პირში, ანუ თქვენობით ან შენობით. მაგალითად, მე ვმუშაობ. I work. თქვენ უნდა თქვათ You work. ვსეირნობ. I walk. You walk. ვკითხულობ. I read. You read. ვუყურებ. I watch. You watch. ვცხოვრობ. I live. You live. ვმეცადინეობ. I study. You study. ვსვავ. I drink. You drink. შემდეგი სავარჯიშო იქნება მესამე პირზე. ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც არც მსმენელია და არც მოსაუბრე. He და she. He მამრობითი, she მდედრობითი. მაგალითად, მე ისევ ვიტყვი ქართულად და ინგლისურად ჩემს თავზე, ხოლო თქვენ იტყვით მესამე პირში. მაგალითად, ვმუშაობ. I work. He or she works. ვცხოვრობ. I live. He lives. ვყიდი. I sell. She sells. ვსეირნობ. I walk.
He walks. კითხულობ. I read. He reads. ვუყურებ. I watch. She watches. შეგახსენებთ, რომ ეს მოქმედება ასახავს ყოველდღიურ მოქმედებას და არა იმ მოქმედებას, რომელიც ხდება იმ მომენტში. მაგალითად, როდესაც ვიტყვით I watch TV, მე ვუყურებ ტელევიზორს, ეს არის მოქმედება, რომელიც ხდება ყოველდღიურად და არა მხოლოდ იმ მომენტში. გავაგრძელოთ სავარჯიშო. ვმეცადინეობ. I study. He studies. ვსვავ. I drink. She drinks. ალბათ შევამჩნიეთ ცვლილება ზნაში. როდესაც საუბარია ვიღაც კაცზე ან ქალზე, ზმნას ემატება ესი. ანუ თუ ვიტყოდით, მე ვმუშაობ, I work, მესამე პირში, ქალზე ან კაცზე საუბრისას დაემატა. She or he works. შემდეგი სავარჯიშო. მე ვიტყვი ამჯერად ორ წინადადებას პირველ პირში. თქვენ კი პირველი წინადადება უნდა მითხრათ შენობით ან თქვენობით ფორმაში, მეორე წინადადება კი მესამე პირში. მაგალითად, ვყიდი და ვსეირნობ. I sell and I walk. თქვენ უნდა მიპასუხოთ. You sell, she walks. ახლა კი გავაკეთოთ პაუზებით. ვმუშაობ და ვცხოვრობ. I work and I live. You work, she lives. ვკითხულობ და ვუყურებ. I read, I watch. You read, she watches. ვმეცადინეობ, ვსვავ. I study, I drink. You study, he drinks. ვჭამ და ვწერ. I eat, I write. You eat, he writes. დავდივარ და ვუსმენ. I go, I listen. You go, she listens. ახლა კი შემოგთავაზებთ ბოლო სავარჯიშოს. მე ვიტყვი ყოველდღიურ ფრაზებს ინგლისურად ჩემს თავზე, ხოლო თქვენ თქვით თქვენობით, შენობით და ზოგჯერ მესამე პირში. მაგალითად, მე ვმუშაობ ბევრს. I work a lot. თქვენ იტყვით You work a lot. An she works a lot. ახლა კი პაუზებით გავაკეთოთ ეს სავარჯიშო. მე ვცხოვრობ თბილისში. I live in Tbilisi. You live in Tbilisi and she lives in Tbilisi. ყიდი წიგნებს. I sell books. You sell books.
ან he sells books. სეირნობ პარკში. I walk at park. You walk at park. ან she walks at park. ვკითხულობ ბევრ წიგნს. I read many books. You read many books. ან he reads many books. ვუყურებ ტელევიზორს. I watch TV. You watch TV and he watches TV. მე ჭამ ყოველ დილას. I eat every morning. You eat every morning. and she eats every morning. მე დავდივარ სამსახურში ყოველ დღე. I go to work every day. You go to work every day. and he goes to work every day. პაუზებში არ დაგავიწყეთ, რომ ხმამაღლა გაიმეოროთ ყველა ფრაზა. გისურვებთ წარმატებებს.